ალბერტ აინშტაინი, გენიალური ფიზიკოსი, რომლის იდეებმა სამუდამოდ შეცვალა ჩვენი სამყაროს გაგება. აინშტაინი დაიბადა 1869 წელს, გერმანიის ქალაქ ულმში. ბავშვობაში იგი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ქცევით. ამბობენ, რომ ლაპარაკი გვიან დაიწყო, მაგრამ მალევე გამოჩნდა მისი დიდი ინტერესები მათემატიკასა და ფიზიკისადმი. 1905 წელი, ეგრეთ წოდებული საოცრებების წელი იყო. მან გამოაქვეყნა 4 ნაშრომი, რომლებმაც ფიზიკის სამყარო შთამბეჭდავად შეცვალეს. მათ შორის ყველაზე ცნობილი ფარდობის სპეციალური თეორია იყო, რომლებიც აჩვენებს, რომ ენერგია და მასა ერთი და იგივე სიდიდის სხვადასხვა ფორმებია. 1915 წელს აინშტაინმა წარმოადგინა ფარდობის ზოგადი თეორია, რომელმაც ამოხსნა გრავიტაციის ბუნება. მან გვასწავლა, რომ სივრცე და დრო იხმარება მასისა და ენერგიის მოქმედებით. ამ თეორიამ საფუძველი ჩაუყარა კოსმოლოგიასა და შავი ხვრელების კვლევას. აინშტაინი ემიგრირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციზმის ზრდის გამო და 1933 წლიდან მუშაობდა პრინსტონის უნივერსიტეტში. იგი არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ მშვიდობისა და ჰუმანიზმის აქტიური მხარდაჭერი იყო. ალბერტ აინშტაინი გარდაიცვალა 1955 წელს, მაგრამ მისი იდეები დღემდე ცვლიან სამყაროს ჩვენს თვალებში. როგორც თავად ამბობდა, ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა.